Shalom, მეგობრებო, მოგესალმებით. აი შეგვიძლია ესე. ა? მალე ეს როგორი მომენტი იცის აქ, ჩვენი ყოველს. იქეთ, აქეთ. აი შეგვიძლია. თუ ჯამასაც კიდე ჩატაზე და სიმოდი. ის პარაშუტის გინაუდი ეს ვიყავ. აუე მაგარა მომიწონე ეგ ვიდეო. მაგრაგე შენი ბიჭი ვაფშე უშიშარი. ბიჭო ვისკი არ მიწავ, რა? მერა ისე. აჰა. შეგრა გაიზდება. ისი სიგდება ფიგველებს იკავებ და ხელში. ანა თებს ახლა ეს სიმსიმევს აქა? კი. ასე კი იღებს. აჰა, მოგესალმებით მეგობრებო. მე გიორგი ვარ თბილისში და ვაპირებთ თეოლოგიურ ბატალიებს. ქუჩის თეოლოგია. ბატონო გიორგი, აბა. თეოლოგია. რა შეკითხვები გაქვთ? რა თემა განვიხილოთ? იცი სხვათა შორის ერთი კითხვა დამისვეს და მინდა ვილაპარაკო მაგ თემაზეც. რა კითხვა? რატო არ არისო იესო ქრისტეს 17 წელი აღწერილი ბიბლიაში? ანუ 12 არის ნახსენები და მე 30-დან. ხო, 12-დან და 17 წელი სადაა? სად იმყოფებოდა? ხო, და ამაზე ბარემ გავცემ პასუხს. ჩემო მეგობრებო, სხვათა შორის ერთმა არა, რამოდენიმე დამისვა. აქ ვერ გადავდივართ? გადაგელდეს ესე? კიდევ გადავით თაიქა და ალბათ საცობების გამო. ჩემო მეგობრებო, ესე იგი. ბევრმა დამისვა ეგ შეკითხვა და ამიტომ ერთიანად ვუპასუხებ ამ კითხვაზე, პასუხს გავცემ იმ გაგებით, რომ რატო არ არის ნახსენები ბიბლიაში იესოს ბავშვობა? თუ თქვენ ბიბლიას სწავლობთ და დააკვირდებით ბიბლიის სტრუქტურას, წერის მანერას, თქვენ ვერც მოსეს ბავშვობას დაინახავთ, ვერც დავითის ბავშვობას ვერ დაინახავთ, ვერც იოსების ბავშვობას დაინახავთ, ვერც ისააკის ბავშვობას ვერ დაინახავთ. იმიტომ რომ ეს საჭირო არ იყო. ებრაულ სამხედველობაში ბავშვობას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. თავარია, როცა ის არის ზრდასული, ამის შემდეგ რას აკეთებს? როცა ადამიანი დგება მსახურში და მსახურებაში, მაშინ რას აკეთებს? დავითის ისტორია იწყება, როდესაც დავითი წავიდა მსახურება დაიწყო, რაღაცას წარმოადგენდა. ესე იწყება ყველა ადამიანის ბიბლიაში პერსონაჟის მოვლენა ახსენე, როდესაც ისინი მსახურებას იწყებენ. ამიტომ შეგნებულად არ არის დაწერილი იესოს ბავშვობა. იმიტომ რომ ის ჩვენ უნდა მივიღოთ როგორც ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც იზრდებოდა. იესო ქრისტე 100%-იანი ადამიანი იყო და 100%-იანი ღმერთია. ასე რომ მისი ბავშვობა ამიტომ არ არის საინტერესო, რომ არაფრით არ გამოირჩეოდა მისი ბავშვობა.